კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია მოამბე 10 საათზე, მე მარიამ სეთურიძე ვარ. ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელის ადრესატები პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. ნაციონალური მოძრაობა ახალი და ლელო მართველი გუნდის მიერ ამ სამი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვის თაობაზე სარჩელს კლასიკურ დიქტატორულ ნაბიჯად აფასებენ. ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია ახლებში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი ეყოლებათ თუ არა იურისტი მოპასუხის სახით, თუმცა სუსტად იციან ის, რომ ქუჩის პროტესტი აქტიურად გაგრძელდება. რაც შეეხება ლელოს, მათ პარტიების აკრძალვის საკითხი სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ბრიფინგზე განმარტა, თუ ვის შეეხებოდა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ჩამონათვალშია ნაციონალური მოძრაობა, პარტია ახალი და ლელო. საარჩევნო მოთხოვნას ქართული ოცნება 500 გვერდიანი დასკვნით ამყარებს, რომელიც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა. მათ აქვს დიქტატურა დაანონსებული და თვითონ აღიარეს, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურ წინააღმდეგობას შეიძლება თეორიულად უწევდნენ ოცნებას, თუნდაც არჩევნების პერიოდში თუ არასაარჩევნო პერიოდში, ისინი აკრძალეს. ხო, ეს არის კლასიკური დიქტატურული ნაბიჯი, რომელიც შევა ალბათ ქრესტომათიაში მსოფლიო ქვეყნების დიქტატურის დამყარების, იმიტომ რომ მათივე აღიარებით მილიონამდე ადამიანს აკრძალავენ აქტიურ საარჩევნო უფლებას, იმიტომ რომ ის პოლიტიკური ძალები, რომელსაც ისინი მხარს უჭერდნენ, აღარ იარსებებს ფიზიკურად. ჩვენი ბრძოლა, როგორც კონსტიტუციური სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური გაგრძელდება, ვინაიდან პარტიები არ ცვლიან რეჟიმებს. რეჟიმებს ცვლის ხალხი, პარტიები ამისთვის არის ინსტრუმენტი და ვინაიდან დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს, ჩვენ მათ შორის გამოვიყენებთ ქუჩის ინსტრუმენტს. ვიბრძოლეთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, რეჟიმს დავანიშნებთ ახალ და სამართლიან არჩევნებს. პარტიების აკრძალვას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ მოიშორონ პოლიტიკური ოპონენტები, როგორც ხდება რუსეთში, როგორც მომხდარა ბელარუსში და საქართველოც ასეთი ტიპის ქვეყანა არის დღეს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. მას სურს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გააქროს. სარჩელი ჯერ არ გვინახავს, თუმცა შინაარსი ჩვენთვის ცნობილია. შეუძლებელია სამართლებრივად იყოს ის დასაბუთებული, გამომდინარე იქიდან, რომ ეყრდნობა არაკონსტიტუციურ ნორმებს. მართველი გუნდის განცხადებით, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემდეგ შევა. ამ საკითხზე კი საპროცედურო კომიტეტი სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ქართულ ოცნებაში აღნიშნულ პროცესს პოლიტიკურ ისტორიულ მომენტს უწოდებენ და განმარტავენ, რომ სარჩელი ორი ძირითად კრიტერიუმისაგან შედგება. პირველი, რამდენად არაკონსტიტუციური იყო კონკრეტული პარტიის ქმედება და მეორე, რამდენად შეეძლო დაეზიანებინა მას ქვეყანა. მართულ გუნდში განმარტეს ისიც, თუ რატომ არ მოხდა ასაკრძალსი გახარია საქართველოსთვის. უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ აღნიშნული პარტია 4 ოქტომბრის მოვლენებს გაემიჯნა და საპარლამენტო საქმიანობაშიც ჩაერთო. საკონსტიტუციო სარჩელი მომზადებულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იქნება ხელმოწერების ნამდვილობაზე საუბარი, როცა უკვე დადასტურდება ეს კომიტეტის მიერ, რომ ხელმოწერები არის ნამდვილი, დეპუტატების შესაბამისად სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ყველასთვის უკვე ცნობილია საჯაროდ პარლამენტის თავმჯდომარემ როგორც განაცხადა, რომ სარჩელში არის მითითებული უამრავი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობა, ეს პარტია ეგრეთ წოდებული ახალი და ლელო არის მოხსენიებული როგორც ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალები და ჩვენ ვითხოვთ აი ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას საქართველოში. პოლიტიკურად ისტორიული მომენტი დადგა ქართულ პოლიტიკურ დღესდღეში, როდესაც სამართლებრივად ხდება პოლიტიკურად დაბინძურებული ველის გასუფთავების მცდელობა, იმის გათვალისწინებით, რომ კრიმინალები პოლიტიკურ მანტიაში გახოვნენ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, იქნა შედგენილი სარჩელი ორი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ანტიკონსტიტუციური იყო კონკრეტული პარტიის ქმედება და თუ ესა თუ ის პარტია თავისი რესურსიდან გამომდინარე, რამდენად შეეძლო ამ პარტიას დაეზიანებინა საკუთარი ქვეყანა. ამ ორი კრიტერიუმიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, სამ პარტიაზე იქნა არჩევანი შეჩერებული, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო. ამ პარტიების მიმართ იქნება წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული გახარების პარტიას, ის პოლიტიკური ხალა
ალბათ ის ისტორია ცხადია, რჩება უნებრივია ძალაში ის ქვეყნის გრევის ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსის, მაგრამ ეს პარტია გაემიჯნა 4 ოქტომბრის ძალადობრივ პოლიტიკურ აქციებს, ეს პარტიამ აღიარა პრაქტიკულად დემოკრატიის არსებობა, შემოვიდა პარლამენტში, დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა, დღეს მათ მიმართ კონსტიტუციური საჩელის შეტანა, რა თქმა უნდა, არა რელევანტურია. საქართველოს პარლამენტში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაც სოხაძეს ელოდებიან. დეპუტატები მინისტრს ინტერპელაციის წესით მოусმენენ. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებზეც ინფრასტრუქტურის მინისტრი ისაუბრებს. კითხვები ასევე დაისმება დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, მინისტრთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით 68 შეკითხვა გადაიგზავნა, რომელსაც სოხაძემ პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს. ჩვენ როცა შევიტანეთ ცვლილებები რეგლამენტში, იქ ჩაიწერა რომ ინტერპელაციების წესის რაოდენობა გაიზრდებოდა, შესაბამისად ეხლა დამყარებული არის ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს პარლამენტში, ავტორს ექნება ქართულ ოცნებას კითხვები ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა და ბუნებრივია რომ მისი როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის ფუნქციებიდან გამომდინარე იქნება კითხვები და საქართველოს საზოგადოება მათ შორის გაიგებს და მიიღებს ინფორმაციას იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც არის მიმდინარე ან სამომავლოდ დაგეგმილი. ქვეყანაში არის უამრავი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ასევე მოგეხსენებათ იგეგმება მრავალი ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელება, იქნება ეს ახალი აეროპორტი, ახალი საფეხბურთო მოედანი თუ ასე შემდეგ. დღეს მიმდინარე პროექტები მონებრივია არის ინფრასტრუქტურის მინისტრის და ზოგადად სამინისტროს ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს პროექტები მიმდინარეობს წარმატებით, პროექტები მიმდინარეობს შესაბამის ვადებში, შესაბამისი ტემპით, ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, რაც იქნება საინტერესო დეპუტატებისთვის, ბუნებრივია ეს აისახება იმ კითხვებში, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრს ჩვენ დავუსვათ. საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი აქცია გაიმართა. მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში დაიკავეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ქუჩის გადაკეტვისას მოხდა რამდენიმე მცირე ინციდენტიც. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ავტომობილის მძღოლები სიტყვერად დაუპირისპირდნენ, თუმცა მალევე პოლიციამ საავტომობილო მოძრაობა გახსნა და პროტესტი პარლამენტის წინ ტროტუარზე გაგრძელდა. გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შიმშილობა დაიწყო. მასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. ფოფხაძის ინფორმაციით ჯამში 5 პირი შიმშილობს. მათი მთავარი მოთხოვნაა გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. როგორც გედევან ფოფხაძე განმარტავს, პროტესტი არაპარტიულია და იმედოვნებს, რომ მოშიმშილეთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მათ მოთხოვნებს ეხმაურებიან მართლ პარტიაში. პროტესტის ლეგიტიმურ მშვიდობიან ფორმებს ხელისუფლება მაქსიმალურად ზღუდავს. მიმაჩნია, რომ შიმშილობა არის ერთ-ერთი, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია. გვექნება დამატებითად სხვებთანაც საუბარი ამაზე, რომ მშვიდობიანი ასეთი რადიკალური პროტესტის ფორმით მიმაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში არ გაფორმდეს დიქტატურა, არ ვყავდეს პოლიტპატიმრები, არ ვყავდეს სინდისის პატიმრები და მივიდეთ იმ დასკვნამდე ყველა ერთად მთელი საზოგადოება, რომ სამართლიანი ახალი არჩევნები არის გამოსავალი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის. ახალი არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ პირებს, მათზე აქვს სასამართლოს გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები, ამიტომ თუ უნდათ დავა შეუძლიათ სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებშიც გააგრძელონ ეს დავა. ხლა რაც შეეხება შიმშილობის აქციას, ეს არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება და მოუწოდებ, რომ რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნება. თბილისში დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. მათ დადიანის ქუჩა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. ისინი მეათე სკოლის მშენებლობის დროულად დასრულებას მოითხოვდნენ. როგორც ირკვევა, მეათე სკოლის მოსწავლეები დროებით წერეთლის ქუჩაზე მდებარე 22 საჯარო სკოლის შენობაში გადაანაწილეს, თუმცა აღნიშნულ შენობას ბზარი გაუჩნდა და უსაფრთხოების გამო მათი გამოყვანა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე მეათე და 22 სკოლები ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ საგანმანათლებლო პროცესს. მშობლები კი შენობის გამოყოფას ითხოვენ. განათლების სამინისტროს
წარმომადგენელი ვალი კალანდაძე აცხადებს, რომ მშობლებთან შეთანხმება შედგა და სამხარაულის ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შენობაში, სადაც მეათე სკოლა იმყოფებოდა, იმ შენობას გაუჩნდა ბზარი, შესაბამისად ჩვენი იძულებული გავხდით, რომ გამოგვეყვანა მოსწავლეები, ანუ შეგვეწყვიტა იმ სკოლაში სწავლა და სამხარაულის ექსპერტიზაზე გაგვეგზავნა მოთხოვნა სკოლის მდგრადობის დასადასტურებლად დაჩქარებული წესით. ამ მოთხოვნას ველოდებით მეათე სკოლის მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იყო 190 სკოლაში მეორე ცვლა და აქვე ვიტყვი, რომ თბილისის სკოლების უმრავლესობა ორცვლიანია ზოგადად, თუმცა ამაზე მშობლებს ჰქონდათ პროტესტი. ველოდებით სამხარაულის დასკვნის ექსპერტიზას, რამდენად მდგრადია შენობა და რამდენად უსაფრთხოა იქ მოსწავლეების ყოფნა და მეორეს მხრივ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ვნახოთ ისეთი სივრცე, თუნდაც კერძო, სადაც შესაძლებელი იქნება იჯარით აღება და სასწავლო პროცესის უწყვეტად განხორციელება. 22 საჯარო სკოლა შეექმნა ინფრასტრუქტურული პრობლემები, ამიტომ სანამ სამხარაულის დასკვნა არ იქნება დაჩქარებული წესით არის გაგზავნილი, მანამდე ორივე სკოლა გადავედით ერთი კვირის ვადით ონლაინ სწავლებაზე. სამინისტროსთან ერთად ვეძებთ ალტერნატიულ ფართს, განიხილება სხვადასხვა ლოკაციები, თუმცა სკოლის ინფრასტრუქტურის შესაბამისი უნდა იყოს, რომ ეს მოსწავლეები გადავიყვანოთ უსაფრთხო გარემოში. 12 საათზე გვაქვს შეხვედრა ჭყონდიდელის 56-ში მდებარე უნივერსიტეტის რექტორთან. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება იქნება ჩვენ და სასიკეთოდ გადაწყვეტილი და შევძლებთ ორშაბათიდან სასწავლო პროცესის გაგრძელებას აღნიშნულ ფართში. გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალებს ღაზის სექტორზე დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმების მიტანა უბრძანა. იერიშის შედეგად 30 ადამიანია დაღუპული. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰამასის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღო. ძლიერი აფეთქებები ისმოდა ანკლავის რამდენიმე ნაწილში. ყველაზე მძიმე დარტყმები კი ქალაქ ღაზაში განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერაფერი შეუქმნის საფრთხეს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰამასმა ისრაელელი ჯარისკაცი მოკლა, რის გამოც ისრაელმა საპასუხო დარტყმა განახორციელა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ჰამასი ახლო აღმოსავლეთში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მცირე ნაწილია. ისრაელის ღაზაზე თავდასხმები აშკარად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამის შესახებ კი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული. ანკარა ღრმად შეშფოთებულია ამ თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაციით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვისკენ. თურქეთი შეინარჩუნებს სოლიდარობას პალესტინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს რეგიონში სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლის მომცველი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევის მხარდაჭერას. აღნიშნულია განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამხრეთ კორეაში ჩავიდა, სადაც დღეს პრეზიდენტს ლი ჯეი მიუნგს შეხვდება. ამასთან აზია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში ტრამპის შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტთანაც. სინ ძინპინთან სამხრეთ კორეის ქალაქ გიუნგუჯეში ტრამპის დღევანდელი ვიზიტისა და სამიტის გამო უსაფრთხოების ზონები გამკაცრებულია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთმა რუსეთს იარაღის წარმოებისთვის დანადგარები მიაწოდა, ეხმარება სანქციების გვერდისავლაში. ვხედავთ, რომ არსებობდნენ ჩინელი დაქირავებული ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინელების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპი თუ მოახერხებს ჩინეთთან რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესამცირებლად საერთო ენის გამონახვას, ეს ყველას დაეხმარება. ასევე მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გეგმის დეტალების განსახილველად უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან. თავის მხრივ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ნიდერლანდები დაუყოვნებლივ გამოყოფს 25 მილიონ ევროს უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება ისევ ვერ შეძლო. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული შატდაუნი გრძელდება. რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა კანონპროექტმა საჭირო 60 ხმიდან 54 მიიღო, 45 სენატორმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. დემოკრატები უარს ამბობენ რესპუბლიკელების წინადადების მხარდაჭერაზე, რადგან მათი აზრით კანონპროექტი დაბალ შემოსავლიანი ამერიკელებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას შეზღუდავს. რესპუბლიკელები კი ეგრეთ წოდებულ შატდაუნში დემოკრატებს ადანაშაულებენ.
რიო-დე-ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 პოლიციელია. მთავრობის განცხადებით დაკავებულია 56 პირი. სპეცოპერაცია გაეროს კლიმატის ცვლილებების 20-ე კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა და მასში უშიშროების 2500 თანამშრომელი და 32 ჯავშან ტრანსპორტიორი მონაწილეობდა. ხელისუფლების ცნობით ეს იყო ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც აქამდე ჩატარებულა. აღნიშნულის გამო დაახლოებით 50 სკოლა დაიხურა და შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კენიაში ავიაკატასტროფის შედეგად გერმანელი და უნგრელი ტურისტები დაიღუპნენ. ევრონიუსის ცნობით, კენიის ხელისუფლება ავიაკატასტროფის მიზეზს იძიებს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტების თვითმფრინავი მასაი მარას ეროვნული ნაკრძალისკენ მიფრინავდა. კატასტროფას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით თვითმფრინავი მთიან ადგილას დიანის აეროდრომიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. ოფიციალური პირების ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. თუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს ხევში ახლა დაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი. ახალი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულება კი 1,257,000 ლარია. წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში მეხუთე საბავშვო ბაღი გავხსენით ჟინვალის, ჭოპორტის, ბაზალეთისა და არაგვისპირის შემდგომ სასწავლო სააღზრდელო პროცესი აბანოს ხევშიც დაიწყო. აღნიშნული ბაღი გათვლილია 50 აღსაზრდელზე, მის საპროექტო ღირებულება შეადგენს 1,257,000. რა თქმა უნდა, კლავაც გრძელდება რეგიონში სამშენებლო სარეკონსტრუქციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღებთან მიმართებაში და წლის ბოლომდე ჩვენს რეგიონს შეემატება კიდევ 5 ახალი ბაღი. მინდა მიულოცო ბავშვებს, პედაგოგებს და განსაკუთრებით მადლობა მინდა მოუხადო მუნიციპალურ განვითარების ფონდს და რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში, მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული. და ჩვენი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო კომფორტული სივრცეების შექმნა ჩვენი მომავალი თაობისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმში 50-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, რომლებმაც სტუდენტებს აკადემიური და პროფესიული პროგრამების შესაბამისი ვაკანსიები შესთავაზეს. დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრისა და პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით, ასევე დასაქმების სააგენტო HRG-ის მხარდაჭერით გაიმართა. უნივერსიტეტს რამდენიმე მისია აქვს. რა თქმა უნდა, უპირველესად ჩვენ უნდა მივცეთ თანამედროვე ევროპული განათლება ჩვენ სტუდენტებს, თუმცა მეორეს მხრივ აუცილებელია ისინი იყვნენ შრომით ბაზარზე ორიენტირებულები. უნივერსიტეტში გაიხსნა ძალიან საინტერესო ღონისძიება. 46 კომპანია არის დღეს წარმოდგენილი უნივერსიტეტში და ისინი სთავაზობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმებას. მოხარული ვარ, რომ ასეთ ფორუმში ვიღებ მონაწილეობას, რადგან ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის არა მარტო განათლება არის მნიშვნელოვანი, ასევე გამოცდილების დაგროვებაც პროფესიული კუთხით. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ 30-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარა და 450-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციების სარგებლობა და სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება. ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო ტრენინგ კურსების განხორციელება. იგი მოიცავს 2 სასწავლო მოდულს, ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება. მოსახლეობის მიერ მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი, ამ ეტაპისთვის სულ გადამზადებულია 400 ბენეფიციარი. ვეხებით ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორც არის მობილური აპლიკაციები და სხვადასხვა ონლაინ ვებგვერდები რესურსები, რომლებიც სასარგებლო იქნება მათი პირადი და სამსახურეობრივი გამოყენებისთვის.
ასევე აქტიურად ვატარებთ ტრენინგს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმებზე, როგორც ტექსტურ, ასევე ვიზუალურ გენერაციულ სისტემებს ვაცნობთ მოქალაქეებს და ამ ყველაფერთან ერთად უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების საკითხი, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ინტერნეტში ნავიგაციის დროს. საკითხი ეხებოდა ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას, ასევე ტრენერი შეეხო Google-ის და Google Maps-ის გამოყენებას, ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებს, მიმდინარე საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეის მდგომარეობით და ფიქრობ, რომ გამოგვადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების რიგით 22 საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი თბილისში ახალი პროგრამით დაბრუნდა. ანდრე და დორინი, ასე ქვია ბასკეთის თეატრალური კომპანია კულუნკას წარმოდგენას, რომელიც გუშინ მარჯანიშვილის თეატრში ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს კულტურის სამინისტრო და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრია. იშვიათია, როდესაც დღეს თეატრში აი სული და გულით მოგინდება ტირილი. აგვაცრემლა ამ სპექტაკლმა და იცით რა, ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის რაღაც მარადიული ღირებულებების ჰიმნი, აი ეს სპექტაკლი, აი მარადიული თითქოს ესეთი რამ უკვე მოდაში, ასე ვთქვათ, აღარ არის. გადავწყვიტეთ წელს, რომ აი ესეთი ორი იბერია დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან და ამიტომ აი ეს ბასკეთიდან ჩამოყვანილი სტუმრები მე მგონი ძალიან ესეთი ალამაზებენ ამ ფესტივალს და მომავალში ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ქართულ ბასკური ლეგენდა ძალიან ბევრი წლისა, საუკუნეებისა, ათასწლეულებისა, ცოტათი მიტოვებული ეს მეცნიერული კვლევა გვინდა დღეს ესე თეატრალურ ენაზე და თეატრალურ სამყაროში გადმოვიტანოთ. ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო, რომ საქართველოს და ბასკეთს შორის, ესპანეთის ამ ნაწილს შორის აღდგა აი ესეთი კულტურული ხიდი, რომელიც სან სებასტიანის საერთაშორისო თეატრალურ ფორუმსა და ფესტივალ საჩუქარს შორის უკვე 2 წელია, რაც აშენდა. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. მომბე პირდაპირ ეთერში 12 საათზე დაბრუნდება. ნახვამდის.